მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ მოდით გავაკეთოთ გაშლა, არ გაგვიკეთებია ჩვენ ხო ამ არხზე. ანუ თქვენი სურვილის ასრულება, რამდენად თქვენი სურვილი ასრულდება. ეს სურვილი შეიძლება ისე გაქვთ რაღაც ჩაფიქრებული რამე, შეიძლება საახალწლო რამე უკვე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, ვინც ახლა უყურებთ ხო ამ გაშლას და ვნახოთ ახლა პრინციპში ამ დასწრებით იმუშაო. ეს თქვენი სურვილი, იმიტომ რომ ზოგჯერ სურვილი არის, როგორ იცით, ახლა ჩვენ კი გვინდა, მაგრამ ვაფშე სულაც არ გჭირდება ჩვენ. ხო, იმიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ღმერთმა უფრო იცის რა გჭირდება ჩვენ, ხო? ანუ მაინც ძალიან მაგარი თემა არის, მაგაზე როგორც უკვე ვთქვი ბევრჯერ, Telegram არხში დახურულ ჯგუფში ჩავატარებ ძალიან მაგარი ტრენინგს, სადაც მე თქვენ გასწავლეთ, როგორ უნდა ჩაიფიქროთ ისე სურვილები და რა უნდა გააკეთოთ, რომ აუცილებლად რომ აგისრულდეთ. აი ძალიან მაგარი ტექნიკები ვიცი, ვინც უკვე იყავით იცით თქვენ, მაგრამ იმას ახლა სულ გადავაკეთებ, დავამატებ კიდე ბევრ ტექნიკებს. ვნახოთ ახლა ჩვენ რამდენად ახლა თქვენთვის არის აი რამდენად გჭირდება თქვენ ის თქვენი სურვილი, იმედი მაქვს რომ უკვე ჩაიფიქრეთ, ხო? ვნახოთ ახლა რა არ ყოფნით თქვენ იმისათვის, რომ თქვენი სურვილი ასრულდეს. ეს შეიძლება იყოს, როგორ ვთქვათ, მოთმინება, რესურსი, კიდე რაღაცა, ვნახოთ რა არ ყოფნით რა. რა შეიძლება, რა დაბრკოლებები შეიძლება იყოს, ვთქვათ, შეგვხვდეს და რა კიდე ვნახოთ ახლა რა უნდა გააკეთოთ თქვენ, ანუ რა დაგეხმარებათ, მოდით აი ეს ვნახოთ და ნუ საერთოდ თქვენი სურვილი ასრულდება, თუ არ ასრულდება, ეგაც ახლა ჩვენ ვნახოთ. ნუ აქ ახლა პრინციპში თქვენ ისეთი გაქვთ მიდგომა აქ რომ კი მე ჩავიფიქრე, მე ვიცი რომ ჩემი სურვილი ასრულდება, მე ვიცი რომ ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია რომ აი რა ვიცი, ნუ ვნახოთ ახლა და რომ ასე გვეუბნება და ჩვენ შევხედოთ ახლა რამდენად გჭირდებათ ეს სურვილი. აქ არის როგორ იცით, თქვენ პრინციპში როგორ ხართ იცით, მართლა მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. აი თითქოს თქვენს გულში ზის ეს სურვილი და ანუ სულ თქვენი ფიქრი სულ მიდის იმ სურვილისკენ. თან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, ნახეთ აქ ჯვარი არის, ხო ხედავთ გაშლაც როგორ დალაგდათ და აკვირდეთ, როგორ ჯვარი, დასასწაული ხო არის ტარო. აი ცოტა აქეთ ზემოთ ავწევრო თქვენ დაინახოთ. ხო და აი შეხედეთ ახლა, ესე იგი აქ ვეუბნებენ რომ მართლა თქვენ ამაზე ფიქრობთ, თქვენ ამაზე ხმალები ეს არის ჩვენი ფიქრები და აი მართლა ძალიან მინდა ეს სურვილი ასრულდეს, იმიტომ რომ სულ მაგის გარშემო ვტრიალებ, ჩემი სურვილები, ჩემი გული, ჩემი სული, აი ნახეთ როგორ არის რა აქა. ნუ რა არ ყოფნით თქვენ იმისათვის, რომ თქვენი სურვილი ასრულდეს. რა არ ყოფნით და შეიძლება როგორ იცით, პრინციპში რო გითხრათ რა არ ყოფნით, აქ არ არის ეს პოზიცია, პირიქით თქვენ ძალიან კარგად განწყობილი ხართ, ძალიან მშვენივრად ხართ. ანუ გჯერათ კიდევაც, შეიძლება რამე პრაქტიკასაც აკეთებთ. აი ეს არის როგორც აი სიყვარულით რო იტყვიან, უდგებით, მაგრამ თუ დაუშვათ მინუსში ვთქვათ, ახლა აქ ცოტა თავდაჯერე, ნუ და არ გჯერათ, შეიძლება ზოგჯერ როგორი მომენტი, ნუ აი ამას გასწავლეთ ზუსტად, აი ამას როგორ უნდა იყოს ასეთ ენერგიაში, რომ დაიჯერო, რომ შენთვის უკვე მზად არის ეს, რაც შენ ფიქრობ. მიხვდეთ, უკვე მზად არის ეს შენთვის. უკვე მაღალი ძალები გეუბნებიან მიიღე, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თქვა თუ მინუსში წავიკითხეთ ეს კარტი, ხო? რომ ადამიანს შეიძლება ბოლომდე არ ჯერათ თან სხვათა შორის აქ კიდე როგორი მომენტი, ძალიან ბევრი ენერგია ვზდებს თქვენ ამ სურვილში, აი ძალიან ბევრი ენერგიას და ზოგჯერ არის საჭირო რომ გაუშვა და მიენდო მაღალ ძალებს, რომ უკვე არის ეს სივრცეში ეს სურვილი, რომელიც მე მჭირდება, რომელიც მე მინდა რომ თქვათ ახლა ნუ მინდა რა რომ ამისრულდეს, ასე რომ ვთქვათ, პრინციპში რა. ნუ ამასაც უნდა რაღაცა ტექნიკები ცოტა ისეთები, რომ იცოდეთ რა როგორ ჯობია და აი მე უკვე მართლა იქნება შედეგი ძალიან გადასარევი რა. რა შეიძლება დაბრკოლებები გქონდეთ თქვენ? რა დაბრკოლებები შეიძლება გქონდეთ აქ? ნუ დაუშვათ, შეიძლება აქ იყოს, როგორ იცით, რესურსი.
რესურსი. პლუს კიდე, შეიძლება თქვენ ესეთი რამე გაქვთ ჩაფიქრებული, თქვათ, ძალიან დიდი ფული გინდათ დაუშვათ ამისთვის, ხო? დაბრკოლება კიდე, მაგრამ მე რას ვეტყოდი კიდე, რომ შეიძლება როგორც დაბრკოლება, რომ ჩვენ გავიგოთ ეს, თუ ფინანსური თემა, კი, მაგრამ ხო, აი ეჭვია უფრო, აი მეც ეს მომდიოდა, რომ უფრო ეჭვი, რომ ეს ასრულდება. იცით როგორ არის? აი, აქ ვერ აგიხსნით მართლა ამ ტექნიკებს რა, იქ აუცილებლად დაწვრილებით ყველაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ეს მერყეობა ადამიანში, რომ კი მჯერა, კი მივენდე სამყაროს, კი, მაგრამ მაინც არ ვიცი, იქნება მერყეობა, მივხვდით, ნერვიულობა, ეს უნდა გაუშვათ აუცილებლად, აი ნახეთ რა უნდა გაუშვათ. შეხედეთ რა უნდა გააკეთოთ თქვენ მაგისათვის, რომ თქვენ უბრალოდ უნდა გჯეროდეთ, რომ ეს უკვე ასრულებულია, რომ უკვე შეისმინა სამყარომ და ძალიან აი მჯერა, მწამს, ვიცი, რომ აუცილებლად აი ნახეთ მაღალი ძალებმა უკვე დაინახეს, უკვე ნუ რა თქმა უნდა, ეხლა აქ ქმედებაც საჭირო, ნებისმიერი სურვილი შეიძლება ჩვენ ჩავიფიქროთ, მაგრამ იმისათვის რომ ეს ასრულდეს, ზოგჯერ რაღაცა ქმედებაც ჭირდება. კი, ჩვენ ახლა მედიტაციებსაც გავაკეთებთ აუცილებლად და ყველაფერს, მაგრამ ახლა თუ შენ არ იმოქმედე და მარტო დივანზე წამოწეკე და ელოდები, როდესაც ასრულდება, ასეთი რაღაცა არ ხდება. აქ აუცილებელი არის, რომ ადამიანმა რამე იმოქმედოს კიდევაც იმისათვის, მაგრამ ნუ რა ქმედება, ეხლა უკვე ეს ყველა თავისი, თქვათ, ეხლა ქმედება, მაგრამ აეგრო რაღაცა კიდევაც, ანუ თან უნდა გჯეროდეს, რომ ახალმა ძალებმა შეისმინეს და უკვე ასრულებულია რა, შესრულებული არის ეს ჩემი. ანუ ერთ-ერთი აი მაინც გეტყვით ეხლა, აი დაუშვათ თქვენ ეხლა, თქვათ, ონლაინ რაღაცა გიყიდეთ, თქვათ, დაუშვათ რაც თქვენ გინდოდათ სიტყვაზე, ხო, შეუკვეთეთ, გადაიხადეთ და უკვე ზიხარ და ხო არ ელოდებით, ხო, დაუშვათ, თქვენ იცით, რომ ეს უკვე შესრულებულია, უკვე უნდა მოვიდეს, თქვათ, ეხლა ეს ჩემი, თქვათ, ანამატი და ანუ ელოდებით მაგას. ნუ ნახოთ ეხლა ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი, რა თქმა უნდა, ასრულდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ მართლაც გეუბნებით რა, ნახეთ, თან ეხლა წესარტყელად ეს რა თქმა უნდა სურვილებს რომ ჩავიფიქრებთ ხოლმე, ხო, როცა წესარტყელას ხედავ და აქ რა თქმა უნდა აუცილებლად ეს თქვენი სურვილი უნდა ასრულდეს, თუ გაითვალისწინებთ თქვენ აქ ტაროს რჩევას, იმიტომ რომ თქვენი დარდეს უყოლა აბსოლუტურად წავა მაგ თემაზე და სურვილის ასრულება ნამდვილად იქნება. თან ახლა აქ ნახეთ მტრედიც არის, აქ დელფინიც არის, ნახეთ, რომ უბრალოდ დრო დაგჭირდებათ ეთყობა, ხო, ცოტა დრო მეტი გჭირდებათ იმისათვის, რომ ეს ასრულდეს, მაგრამ იმიტომ რომ თასები ცოტა მაინც დრო არის რა, რო იწელება და თუ არა და აუცილებლად თქვენ ახლა აი გეუბნებიან, რომ ძალიან დიდი ენერგიას აი რასაც აქ არის, ხო? ნუდებთ ნუ ფიქრობთ ფულზე, ნუ ფიქრობთ იმაზე, იქნება, არ იქნება, გაიგეთ? აქ უკვე ნახეთ, აქ არიან, აი, რა ქვია, მზად არიან თქვენი წინაპრები, თქვენი საგვარეულო, გაძლევენ რაღაცა სიძლიერეს, გაძლევენ, უბრალოდ შენ აქ არ ინერვიულო, არ იფიქრო, აი ამ ფულზე ფიქრი, გაიგეთ, რა, აი არ მეყოფა, აი ვაი თუ არ მეყოფა, ვაი თუ ვერ შევძლებ, ვაი თუ ძალა არ, აი ამაზე არ იფიქრო და ამაზე არ ენერვიულოთ. უბრალოდ უნდა გქონდეთ თქვენ ახლა ანუ როგორი მომენტი იცით, უნდა გჯეროდეთ რა, რომ ეს ფანტაზიები არ არის, მიხვდით? ანუ ამას გვეუბნებიან, რომ თქვენ ახლა თუ ფიქრობთ, აი, აქ უკვე ტექნიკაზე წავიდა, ვერ ვილაპარაკებთ, რომ ძალიან ბევრი დროს წამართვენს და თქვენს ახლა ვისაც სურვილი გექნებათ, კი მოხვალდეთ, კი გასწავლეთ. იმიტომ რომ აქ ეძახიან, როგორ ანუ არ შეგეშალოს, რომ შენ თუ დაუშვით იფიქრებ იმას, რომ არ მეყოფა რესურსი, არ მეყოფა ფული, არ გამომივა, ეს ყველაფერი ფანტაზია, არ მჯერა, აი ეს ყველაფერი შეგიშლით ხელს. იცოდეთ თქვენ. და დაგეხმარებათ, აი ეს ზუსტად ეს რომ მე მჯერა, აუცილებლად კარგად იქნება ყველაფერი, მე აღარ ვინერვიულებ არანაირად, იმიტომ რომ მე ვარ დარწმუნებული, რომ უკვე ღმერთს უნდა რომ ჩემი სურვილი ასრულდეს, იმიტომ რომ ნამდვილად
უკვე რაც ზემოთ არის, იქ ქვემოთ უნდა ასრულოს. მთავარი გეუბნებიან, არ ენერგიულო. იცოდე, რომ უკვე ჩვენ შენს კენვარ და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით.